ჩაბი ალონსომ ჰანსი ფლიქს საჭადრაკო პარტია დამაჯერებლად მოუგო რეალმა ბარსელონას შარშანდელი მტკივნეული მარცხების შემდეგ ამჯერად დამაჯერებლად ძლია აი ლამინ იამალს კი მე მგონი მაგარი გაქცეული აქვს ჯუდ ბელინგემის ახალი ვერსია ვნახეთ რეალში რაც კროუსის წასვლის შემდეგ პირველად მოხდა მოკლედ ძალიან საინტერესო ელ კლასიკო ვიხილეთ პლუსებით მინუსებით ტაქტიკურად ბევრი საინტერესო დეტალი იყო ახლა დრო არ დავკარგოთ და პირდაპირ გადავიდეთ ტაქტიკურ ანალიზზე ტრადიციულად ორი წამის საქმე სანამ ვიდეოებზე გადავიდოდეთ დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო აუცილებლად გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხიდან კომენტარების წერა არ გეშლებათ თემიდან გამომდინარე აბა დავიწყეთ ახლა შევბერეთ მოდი ბარსათი დავიწყოთ და იმ შეცდომების თელი კასკადით რა ანუ როგორი შემადგენლობით დაიწყო ფლიკმა ეს მატჩი ფლიკი ტრიბუნაზე იყო გაძევებული იყო მაგრამ ნუ მისი დაყენებული იყო ყველაფერი დანაკლისით იყო ბარსა როგორც ვიცით არ იყო ლევანდოვსკი და უფრო მტკივნეული არ იყო რაფინია გარსიაც არ იყო მეკარე, მაგრამ შესნიმ საკმაოდ კარგად ითამაშა და იმდენად არ დაიწყო მისი არყოფნა, როგორც დაუშვათ რაფინეს არყოფნა. მაგრამ აქ მეორე მთავარი რა არის, რომ ფერან ტორესის ტრამვიდან ახალდაბრუნებული იყო, ფორმაშიც ვერ იმყოფებოდა კარგად და ზოგადად ფერანი რომ ბარსას დონის ფეხბურთელი არ არის მით უმეტეს ხრიანის პოზიციაზე, ეგ ცალკე თემაა. და ერთადერთი კაცი შეტევაში, რომელიც შეიძლებოდა თადარიგში დარჩენილიყო და პოტენციურად მეორე ტაიმში გამოიყენებინა ფლიქს, სწორედ ტორესი იყო რა, ანუ ვიღაცა რო უნდა შემოვიდეს, როცა აგებ, ხო მარტივი ამბავი არის და რუნი ბარდჯი დარჩა 2 მილიონიანი კაცი თადარიგში, აი იმიტომ რომ ყველა დააყენა ფლიკმა, ვინც ყავდა 4-3-3 ძალიან შემტევი შემადგენლობა იყო მოლოდინები, რომ ცოტა პრაგმატულს აირჩევდა და კასადოს დაამატებდა ცენტრში რაც ფერმინ ლოპესის ოდნავ წინ ცრუცხრიანად ან ცრუვინგერად წაწევას გამოიწვევდა რა. ეგეთი მოლოდინი იყო. ჩავიმაც ითამაშა რამდენჯერმე ადრე გასაჭირის დროს და ნუ ფლიქსაც 1-2 გაკეთებული აქვს, მაგრამ როგორც ჩანს არ უყარს ამ კაცს რა და აი all-ins შევიდა რა, პოკერის ენით რო ვთქვა და ჩაუვარდა კოუზი ნასარში, იმიტომ რომ მეორე ნახევარში ბარსას დაეტყო რომ შემადგენლობა იყო არასწორი, გაძლიერება იყო საჭირო სკამიდან, ანუ ფიზიკურად თადარიგში არავინ იყო. დაცვის ოთხეული რო არასწორად შეირჩა და ასევე არაუხოს უნდა ითამაშა, ეგ ცალკე თემა არის. ახლა მინდა განახოთ უშუალოდ ეხა ტაქტიკურად განლაგების მხრივ, ანუ რა იყო ყველაზე დიდი შეცდომა. კადრი მინდა განახოთ ეხა 4-3-3 ხო ჩვეულებრივად ვიცით როგორ თამაშობს ხო ფლიკის ბარსა. მაგრამ რეალურად როდესაც ბურთს ფლობდნენ და აი პოზიციური შეტევა თავიანთი ეს მოკლე პასები და ტიკიტაკა რაც არის, ამ ეპიზოდში ძალიან კარგად ჩანდა რომ 4-3-3 სულაც არისო. ცენტრში კუნდე იხევდა მესამე ცენტრალურ მცველად, ანუ კუბარსისთან და გარსიასთან ჩადიოდა. ნახევარდაცვაში დუეტი ანუ დე იონგი პედრი რჩებოდნენ. ბალდე უფრო წინ ადიოდა და რაშფორდთან იქ დუეტს ქმნიდა ფლანგზე. ფერმინი კი ადიოდა და აი მეორე ფორვარდი 11 ნომერს სადღაც დაახლოებით ეგრე თამაშობდა ფერან ტორესთან ერთად. და აქ ანუ რა დარჩა იამალი მარჯვნივ მარტო იდგა, ანუ ძალიან გაწელილი იყო ის ფლანგი და იყო სრულიად მარტო იამალი. აქ ანუ რა გამოიკვეთა რომ მბაპე ვინისიუსის დუეტის, რომელიც ძირითადად მარცხნიდან ცენტრისკენ უტევს, ფლიქს მაგრად შეეშინდა და კუნდე დაწია უკან მესამე ცენტრალურ მცველად. და ამ შეშინების მომენტში, ანუ ყველა ცუდი რა გააკეთა, რომ თავისი მრისხანე დუეტი გაწირა რეალის მრისხანე დუეტისთვის. რა, ანუ კუნდე და იამალი მარჯვნიდან როგორადაც უწევენ, წელიწად ნახევარია. ანუ ერთ-ერთი საუკეთესო არის ევროპაში თუ საუკეთესო არა, ხო, სიტყვაზე, ტოპ 3-ში შედის. და დატოვა იამალი მარტო ფლანგზე, აქედან ვინისიუსი მბაპედან გამომდინარე, ისინიც ვერ გააჩერა, სულ ტყუილად იყო ეს მანევრი საერთოდ. და იამალი, რომელიც ტრამვების შემდეგ საერთოდ არ არის რაღაცა თავის საუკეთესო ვერსია, პირიქით მაგარი დაცურებული აქვს და ბოლოსკენ მაგას ცალკე შევეხები მაგ თემას, ძალიან ცხელი ამბავია ეგეც. ესეთი იამალი დარჩა 1-3-ის წინააღმდეგ. ანუ კარერასი, იქ ჰუისენის გადადიოდა დაზღვევაზე, გიულერის გადმოდიოდა, კამავინგა, ჩუამენი, ანუ ყველა ეთამაშებოდა 2-3 კაცი, კადრებში ხედავთ, იამალს არ შორდებოდა. და ანუ ხა ნუნუ მენდეში ყველას არ ყავს, რომ ერთმა კაცმა ამოკეტოს და გაგუდოს. ნუ ეს 2-3 კაცი ძალიან კარგად გამოიყენა რა და აქედან კუნდეს დახმარებაც არ ქონდა, აი ამ კონჩეტევასაც ხედავთ, ბარსამ წამოიწყო და აი დაგვიდეთ კუნდეს ადარი დარჩა. აქ სივსე ქონდა იამალს, გაიქცა. და არ გაყვა, ანუ ტიპს რადონეზე ქონდა დავალებული, რომ დარჩი უკან იქ მბაპე და ვინისიუსი დგანან რა. და იქ კუბარსი და გარსია ეხა მაინც და მაინც იმდენად სწრაფები არ არიან, რომ ეგ ორი კაცი შეაკავონ. და ესე მე შეასკდა იქ სამ კაცს და ისე მარტივი გვერდით არაფრის მომცემი პასი გააკეთა. აი ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა და
პრესკონფერენციაზე სორგი არის თორსტები თანაშემწე ფლიკის მანაც განაცხადა რომ შესვენებაზე სწორედ ამას განიხილავდნენ რომ იამალი ესე უმცირესობაში არ ყოფილიყო შეტევების დროს მაგრამ ეს საბოლოოდ მაინც ვერ გააკეთეს იმიტომ რომ და ყველაზე ცუდი მატჩი ქონდა აქამდე რაც მინახავს იამალს. გადავიდეთ ახლა მომდევნო საინტერესო ნაწილზე. აქ უბრალოდ რა ხდება ამ ბავშვის თავში, ეგ მაინტერესებს, აი ეს კადრს შეხედეთ, რა შეცდომა დაუშვა რეალმა, მისცა საჩუქარი და რა ტექნიკური წუნი ქონდა ელემენტარული, ამ დონის ფენომენს რა. რა ტექნიკა აქ იამალს კი ვიცით და აქ ხედავთ ჰუისენის და კარერასის შეცდომა იყო და ელემენტარული ბურთი ჩამოვარდა 2 მეტრიდან და ვერ ჩამოიღო, ტიპმა გაიქცა, თორე 3-1-ზე რჩებოდნენ მილიტაოსთან. აქ უკვე აქედან მოდის პრობლემები რა, იმიტომ რომ ეგეთი წუნი იამალს არ ქონია, რაც გამოჩნდა 2 წელიწად ნახევარიან, მე მსგავსი არაფერი მინახავს ესეთ სიტუაციებში, ფერან ტორესი კი ბატონო ცდება, მაგრამ იამალისგან მსგავსი რა, მაგრამ რო ნახე გაოცებული უყურებდი ამ კადრს. ფერან ტორესს უნდა შევეხე 2 წამით აუცილებლად, აი დააკვირდით ამ კადრს საჩუქარი ელემენტარული წონი ქონდა აქ ჰუისენს ამოტანის დროს და ჩაიჭრა პასი და ანუ როგორ შეიძლება რომ აქ ამდენჯერ შეეხოს 9 ნომერზე მყოფი ფეხბურთელი ბურთს როცა 2 კაცი პედრი და რაშფორდი იყო თავისუფალ სივრცეში რამ ხელა სივრცეში ეხსნებიან და ანუ რამდენჯერ ეჩხუბა რა ტიპი ბურთს და ბოლოს აი ესე მიუგდო ანუ მაგარი მომენტი ჩაუვარდათ და აქ გამოჩნდა რომ საერთოდ სხვაგან არის ეს ფეხბურთელი. რა ძირითადში დაიწყო კი არა, მე მგონი ცვლილებაზე შემოყვანა, ალბათ მოუწევდა იძულებით, თორე საერთოდ არ უნდა თამაშობდეს ეგ კაცი ბარსელონაში მე თუ მკითხავთ რა. ანუ ზედმეტად დიდი დრო და რესურსები დაეთმო მას. გადავიდეთ ახლა მადრიდის რეალზე, ძალიან საინტერესო ნაწილი რა. მე რაც ვნახე ხე გასაგებია რომ მე ვის მხარეს ვარ ეგ სხვა თემაა საერთოდ. მაგრამ ანუ სასიამოვნო იყო გაკვირვების მხრივ და იმ სიურპრიზის მხრივ, რაც ჩაბი ალონსომ შექმნა და ატლეტიკოსთან 5-2 წაგების შემდეგ ძალიან სწორი დასკვნები გამოიტანა, ვისაც ეგ ვიდეო არ გაქვთ ნახე, აუცილებლად ნახეთ ჩვენს არხზე დევს. მან ძალიან სუყი ანალიზი მქონდა და ძალიან კარგად უფრო ადვილად გასაგები იქნება დასკვნები, რომელიც ჩაბემ გამოიტანა სწორად. შემადგენლობა მინდა განახოთ ახლა რეალის აბსოლუტურად ყველა გამოცემა შეცდა განლაგებაში 4-4-2-ს ელოდნენ, რომელიც 4-3-3-ად ფორმირდება რა. გიულერი უფრო იდეაში მარჯვნივ უნდა ყოფილიყო, ჯუდი მეორე ფორვარდად და ათიანად უნდა დამდგარი იყო ცენტრში და მინისიუს იმბაპე გასაგებია, მაგრამ საერთოდ არ იყო ასე, ალონსომ ყველა მოატყუა და როგორც ჩანს ფლიკიც, რეალურად მარჯვენა ფლანგი, ანუ საიდანაც ის საგოლე პასი გაკეთა, იმ ღვთაებრივ გოლსაც განახებთ, რა მაგარი რამე გააკეთეს და საინტერესოა შენიშნეთ თუ არა თქვენც. მარჯვენა ფრთაზე კამავინგა და ბელინგემი, ანუ მონაცვლეობით ეს მორიგეობდნენ რა, გადადიოდნენ შიგადაშიგ, ცვლიდნენ პოზიციებს და ფედე ვალვერდესთან ერთად ამ ფლანგს ავსებდნენ რა. ჩუამენი ცენტრში ყველაფერს წმენდა, საყდენად იდგა და გიულერი თამაშობდა სადღაც 8-10 ნომერს რა, ანუ ბურთის ამომტანი ტიპი ეგ იყო, რომელიც ასევე პრესინგშიც და თავდაცვის დროსაც იღებდა მონაწილეობას იქ სიტყვაზე იამალთან გადადიოდა და სამკაციან გალიაში ამწყდებდა. ამას არ ელოდნენ ბარსელონაში. თავდაცვის მომენტშიც ანუ რა, ანუ კიდე მინდა განახოთ ახლა კადრები, როგორი განლაგება ქონდა რეალს, აი ხედავთ აქ რა, სადგას ბელინგემი, სადგას არდა და შუაში არის კამავინგა და ჩუამენი, ამჯერად შუაში არიან. ანუ თავდაცვის დროს 4-4-2 იყო უკან ჩაწეული, ძალიან დაბალი ბლოკით. შეტევების დროს ეგრევე ცვლიდნენ პოზიციებს ბელინგემი და კამავინგა, იქეთ გადადიოდნენ, მერე შუაში შემოდიოდნენ. ამან გამოიწვია დაბნევა ბარსელონას, იმიტომ რომ ინდივიდუალურად 1-1-ზე, ანუ ვერავინ ვერავის ვერ დაუდგა, იმიტომ რომ ეს ხალხი მოძრაობს, იქეთ-აქეთ გადადიან, გადმოდიან და ეს დაჭერა ვერ მოხდა რა. თან ეხა ბარსას რამდენად შემტევი ცენტრი ყავს, ეგეც ცხადია და მაგრად უჭირთ აი პედრიმ და ფერმინმა ვინ უნდა დაიჭიროს და ამოკეტოს ცენტრში რთული სათქმელია ძალიან, იმიტომ რომ ორივე არის სუბუქი და ძალიან შემტევი ფეხბურთელი. მივადექით პირველ გოლს, რომელიც იყო ძაი შედევრი იყო ჩემი აზრით, აქ რა მანევრიც გააკეთეს რეალის ფეხბურთელებმა, უბრალოდ კარგად მინდა რომ დააკვირდეთ ეხა რა. ეს გადაადგილება ხო გითხარით. შეტევის დროს ბელინგემი და კამავინგა უფრო მარჯვენა სივრცეში იწევდნენ და იქ ვალვერდესთან ერთად სამკუთხედს ქმნიდნენ, რომელმაც მაგრად იმუშავა. და აქ ბარსას ამოწეული დაცვის ხაზი ყველა მიცის, ხელოვნურ თამაშგარეთს როგორ ფლობენ და ერთი შერბენა საჭირო იყო რა აქ. იმდენჯერ მოხდა მბაპე ბოლო კლასიკოებში თამაშგარეში, რომ არ ნერვები რა დღეში აქვს, არ ვიცი რა. ამჯერად დააკვირდეთ ყველაფერი როგორ დაიგეგმა. მარჯვენა ფლანგზე კამავინგამ აქ პატარა კედელი თითქოს, ვითომ კედელი გაუთამაშა ბელინგემს და ბურთი დაუტოვა, ეგრევე დაიძრა ფლანგზე, ანუ სპრინტი ქონდა რა და ჩაიყოლა ბალდე. ამ მომენტში ყველა რო ველოდა რომ ჯუდია გააყოლებსო ფლანგზეო, ერთი მოძრაობით ძალიან კლასურად მოტრიალდა, პედრი ჩატეხა
და ამ სიტუაციაში ბალდეს უკან ჩაყოლა არის გარბენი არის კამავინგას მთავარი რა. ბალდე ჩაიყოლა, ბაპე დაგეგმილად ცენტრიდან მანევრირებს შერბის ცველების ზურს უკან და ბელინგემის ფენომენალური პასი. აქ დაცვა ამოწეულია და ხელოვნურ თამაშგარეს თამაშობენ, მაგრამ იმ რამდენიმე ნაბიჯმა, რომელიც დროსაც კამავინგამ ბალდე გაიყოლა, გადამწყვეტი როლი იქონია და აქ თამაშგარე არ დაფიქსირდა. ნაბიჯი დააკლდა ბარსას თლიან დაცვას, ანუ ბალდე ჩარჩა იდეაში, ბაპე გავიდა 1-1 და გაიტანა გოლი. ასეთი დონის დამუშავება და ეს აშკარად რამუშევარი იყო ვარჯიშებზე, ეს მანევრი რომ არა, კიდევ ერთ თამაშგარეში მოხდებოდა მბაპე და კიდევ ერთი გოლი გაუქმდებოდა სრულიად დამსახურებულად. მაგრამ ამან იმუშავა. აქ გამოჩნდა, რომ უკვე რაღაცა ახალი უნდა შესთავაზოს თვითონ ბარსამაც მეტოქეებს, თორე ეს რა თქმა უნდა რთული შესასრულებელია, მაგრამ არა შეუძლებელი. დავინახეთ. ბელინგემს ცალკე უნდა შევეხო ატლეტიკოსთან მატჩიც ჰქონდა ვცლად, მისი როლი განხილული და ზოგადად რეალის ნახევარდაცვა რო არასწორად იყო გადანაწილებული, ის ვიდეო უეჭველი ნახეთ ატლეტიკო რეალის. ანუ მანდ რა ჩანდა, რომ ბურთის ამონტანი ტიპი კროსი წასვლის მერე რეალს აღარ ყავდა. ვალვერდეს ცენტრში შემოწევა, ვალვერდი მარჯვენა მცველად გაცილებით კაი არის, ვიდრე ცენტრში 8 ნომრობას რო აბრალებენ რა, იმიტომ რომ კროსი ვერ იქნება ვერც ვალვერდე და ვერც ბელინგემი. ეგ გამოჩნდა ტონის წასვლის მერე სეზონ ნახევარი მაგრად ჩაუვარდა ჯუდს და თითქმის ყველა დიდ შეხვედრაში ტიპი ანუ არ იყო რა, ცვლიდნენ. ატლეტიკოსთანაც იგივე ბელინგემი იყო, ცუდად ითამაშა და შეცვალეს. რა მოხდა აქ ეგეთი ხო? როლები გადაანაწილა სწორად ჩაბი ალონსომ, კამავინგა ჩუამენის დუეტი ცენტრში ძალიან მაგრად მოქმედებდა. მას ეხმარებოდა გიულერი და ამ ცოტათი უწევდა დახმარებას კი შეცდა, მაგრამ ნორმალურად ითამაშა მაინც. და ეს ბელინგემის იქეთ გადასვლა მარჯვენა ფლანგზე და შიგადაში კამავინგას არბენები, ანუ ახალი როლები მიიღეს ფეხბურთელებმა საერთოდ. და ეს მბაპეს და ვინისიუსის ხშირად ცენტრში შემოსვლა, პოზიციების ცვლა, უკან ჩამოწევა და მერე უცებ ზურგს უკან ჩარბენები. ამ ყველაფერმა იმუშავა, ეს იყო სიახლე. ასეთი რეალი დიდ მატჩებში განსაკუთრებით ჩვენ არ გვინახავს და ძალიან ანუ წვრთნელი სწავლობს შეცდომებზე, ხო ეგრე არის არა? და ჩაბი ალონსომ ატლეტიკოსთან მარცხის შემდეგ აშკარად ისწავლა და ანუ ბელინგემს თუ ესე გამოიყენებენ და მის ნიჩს რაც აქვს რეალი მხოლოდ მოიგებს ამით, იმიტომ რომ ცენტრში დააყენო და მოდი კროსი წავიდა და მოდრიჩიც აღარ ყავს და შენიყავი 10-იანის და 8-იანიცო არ ვერ იზამს ეს კაცი არ შეუძლია ეგ რა არ არის ხა ეგეთი იმათი დონის მონსტრი ჯერჯერობით ვერ არის და სტილისტურადაც ცოტათი განსხვავებული ფეხბურთელია ბელინგემი. ახლა მივოდექით ცოტა ისეთ სამსაჯო მომენტებს, მაგალითად აი პედრიმ რო დაკაჩა ცენტრში ვინისიუს ეგ ანუ ფეხბურთი ბევრჯერ გვინახავს ეგ ეპიზოდი და აი პედრისგან განსაკუთრებით ეგეთ ფეხბურთელისგან ცოტა რაღაცა არასასიამოვნოდ ჩანს რა. და მე პირადად ანუ კალათბურთში რა წესებიც არის არასპორტული ჯარიმა და რაღაც ანუ ეგეთი აშკარად რო ტიპს მისდევ და 4 მეტრი ესე ჩამობული ხარ და მაისური გაწელილი არის რიდ რიჩარდსივით ესე ბოლომდე არ ვიცი რავი ეს ჩემი აზრით უნდა იყოს წითელი ბარათი წესებში თუ შეცვლიან ძალიან კაი იქნება შეგიძლია გაეკიდო ჩაცელო გვერდიდან ვარდნა რაღაცა ოდნავი ფოლი ან არის ფეხბურთში უამრავი ფოლი სადაც საჭსას ატყუებ ყვითელს იღებ ტაქტიკურად რაღაცა გუნდელი გეხმარება მაგრამ ესე რომ მისდევ თავხედურად და ესე რომ კაჩავ და ესე მისრიალებ შენ რავი ანუ ყვითელი ესე დაგეგმილი ყვითელი ბარათი ცოტა ისე ჟღერს რა. ბევრი მომენტი გვინახავს ფეხბურთის ისტორიაში მსგავსი, მარტო პედრეზე არ მაქვს საუბარი. ყოველთვის მაწუხებდა ეგ პრობლემა მე. თქვენ რა აზრის ხართ ამ წესის შესაძლო ცვლილებაზე თუ ემხრობით, აი არასპორტულის მსგავსია დრო შემოიღონ და ესეთი თავხედური ჯარიმები პირდაპირ წითელი ბარათით ისჯებოდეს კომენტარებში დაწერეთ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით. მომდევნო კადრი ის მეორე გოლი ბელინგემის აქაც უნდა თქვა ჰუისენი კუბარსის ნახტომი იდაყვი ხდება კისერში კუბარსის და უკან ბელინგემს გააქვს შემდეგ გოლი. აქ ჩემი აზრით აქ ჯარიმა იყო, მაგრამ მთავარი რა არის რომ ასეთი დონის შეხვედრაში, როდესაც ვიდეო რეფერი გაქვს, ელემენტარულად ჩეკი უნდა დაეწეროს ეკრანზე, რომ ვარი ჩართულია. გოლი გავიდა, არანაირი გადამოწმება არ ყოფილა, მატჩი გაგრძელდა. სიგიჟი არის ვარის ეპოქაში, რომ მსგავს მომენტს არ ამოწმებ, ანუ ტიპი 1-2 წუთი დგებოდა მე, ვერს უნთხავდა, ანუ ისეთი იდაყვი მოხდა. როგორც მინიმუმ, ანუ თავარ მსაჯს უნდა ენახა, იქ ვარის ოთახში ვინა გადაწყვიტა, ეგ არ ვიცით ჩვენ. ნუ ამ შემთხვევაში აქ ჯარიმა იყო, ჩემი აზრით, თქვენ რას ფიქრობთ? დაწერეთ კომენტარები, მაგრამ საბოლოოდ ალბათ მაინც ბარსელონა წააგებდა, იმდენად ამაზრზენად ჩაატარეს ეს შეხვედრა. დანარჩენს რაც შეეხება, ნუ ლა ლიგაში საჯობის დონე რა დონეზეც არის ვიცით ყველა, გაუგონარ რაღაცებს აკეთებენ, წარმოუდგენელია მაგათ როდესმე რამე ეშველოთ.
ვიცი რომ ფერმინ ლოპესის კადრის არ მიცემული პასი ხა ყველას გაწუხებდა, აი კისერში გაქვთ გაჩხერილი ბარსას გულში მატკივრებს. ანუ დაუმსახურებელი ერთი ქულის აღება ბარსას შეეძლო ამ თამაშში, ან წარმოუდგენლად დაუმსახურებელი ქულა იქნებოდა, ეგრე მოხდარიყო. ზოგადად ამ ფეხბურთელს ახასიათებს არაკეთებს პასებს და ანუ არა ბარსელონურად გამოიყურება, რომ დარტყმაზე დაგეშილი ნახევარმცველია რა, რომ აი რო ხედავს სწრაფია, გაიგდებს და ეგრევე ურტყავს რა. ამ ეპიზოდში ანუ აქაც შეცდომა იყო რეალის დაცვის წინ იყვნენ ძალიან აწეული ჰუისენი და კარერასი და აქ იამალმა ერთი პასი გაუჭრა და რავი აქ პასი როგორ არ მისცა მე იამალი და რაშფორდი ეხსნებოდა ამდენად დიდი შენს თავზე ამდენად ბევრს რომ იღებ ამ ასაკში კი ბევრი გოლი გაუტანია შორიდან მაგრამ პასის კულტურა აი რაც ლამასიას ახასიათებს თან ბარსას გოლის გაზრდილი არის საერთოდ არ იტყობა რომ იქ არის გაზრდილი ესპანეთის ნაკრებში დელა ფუენტე მაგბიჩს არ მიცემს შანსს. აი, მან გაავლეთ პარალელია, ძალიან საინტერესო არის დელა ფუენტე და აქეთ ბარსელონა რა. ბევრი ბარსელონელი არის ნაკრებში და იქ ვის ეძლევა შანსი და პედრის რომ ათიანზე წევს და როგორც ხატავს ფუნჯით ნაკრებში. იქ მერინო და სობიმენდი რო უდგას უკან, ანუ გიჟი კი არ არის ის კაცი ევროპის ჩემპიონატის შემთხვევით კი არ მოიგო. არ არის საჭირო რომ პედრი ამდენად უკან ჩაწიო და ესე იშრომოს მთელი მატჩი და მისი ნიჭი, რომელიც შექმნაში აქვს, ესე გაიფლანგოს. შრომაში, სადაც შეიძლება კასადო დააყენო, ან გავი, რომელიც ახლა ტრამვირებულია, თუნდაც. ახლა მაინტერესებს როგორ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეოს ტაქტიკური ნაწილი, დაწერეთ კომენტარები და ზოგადად აი ამ სტილის ევროპული გრანდები ასე შემდეგ, ანუ ლივერპულის კომაგება მაგალითად ბევრმა მომწერა პირადად რომ უნდათ ცალკე ვიდეო მამარდაზე და ლივერპულზე, რატო არიან კრიზისში და ასე შემდეგ, იქ არსენალი ძალიან მაგარ გუნდს აყალიბებს და სერიოზული შემადგენლობა ყავთ, ვაკვირდები, მათზეც მინდა რომ ვიდეო ჩავწერო. მოკლედ ბაიერნიც მაგარ ფორმაში შედის და ბევრი კარგი გუნდია და სიამოვნებით ჩავწერთ როცხრიანში გრანდებზეც ვიდეოებს. დაველოდოთ შედეგებს, მაინტერესებს, ანუ რა გამოხმაურება ექნება დღევანდელ ვიდეოს, რა მოწონებებზე ავა, რამდენი ნახვა ექნება, მოკლედ თქვენს გამოხმაურებას და თანადგომას ველოდები და შემდეგ ელვისებრად იმოქმედებს როცხრიანის ჯგუფი და ყველა დიდი მატჩის ძალიან საინტერესო ანალიზს შემოგთავაზებთ, მოკლედ თქვენს გამოხმაურებებს ველოდები. მოკლედ ბოლოში მსუყელ უკმა მოვიტოვე. იამალს ცალკე უნდა შევეხო აუცილებლად. თავარი ტიპი რა, ვარსკვლავი, ვინც უნდა ყოფილიყო ახალი მესი ამ გუნდის და ასეთად მოინათლა. პრეისტორია აქვს იდეალური იამალს, თუმცა დისნეის ამბავი ერთი შეხედვით ამ სეზონში მაგრად აირია და საერთოდ სხვა მიმართულებით გადაუხვია. ფეხბურთელი, რომელიც ყველაფრით ასოცირდებოდა მესისკენ, უფრო მეტად აი ნეიმარობისკენ წავიდა მისი კარიერა. ყველაფერი იწყება მამამისით, ანუ მამა საკუთარ შვილს არ აქვს მნიშვნელობა ტალანტია თუ ნაკლებად ნიჭიერია ასე ღუპავდეს რა განცხადებებიც გააკეთა გროსბურთის დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ყველა როგორც სოლიდარულად და ის პატივისცემით იყო დემბელესთან და ფრანს ფუტბოლთან და ამ კაცმა რეების თქვა სიგიჟეები ლაპარაკა არ შეიძლება პატარა ბავშვს ეგეთი რაღაც გააგონო. ნუ შემდეგ ის ნიკი ნიკოლი და უფროსი გერლფრენდი და ანუ მოკლედ აიშვა და ვერ აკონტროლებენ კლუბში ამას, იმიტომ რომ ოჯახი არ უდგას გვერდით სწორი მიმართულებით იამალს. კლუბი ამ დონეზე ჯერჯერობით ვერ ჩაერევა და თუ ჩაერევა ალბათ რამდენიმე წელიწად შეიძლება საერთოდ გაყიდონ და ნუ საერთოდ ერთი სეზონის შემდეგ რომელიც ჩარჩანხმთავებრივად ჩაატარა გასაგებია აღნიშნა რომელიც ამ სეზონში აქვს აი ეს რა არის ეს გვირგვინის დადგმა საკუთარი ხელით გვირგვინის დადგმა ანუ ელემენტარულად სამეფო კარის თამაშები მაინც არ უნახავს ტაივინ ლანისტერის ფრაზა თუ კაცს იმის თქმას ჭირდება რომ მეფეა ესე იგი მეფე არ ყოფილა I am the king I will punish you Any man who must say I am the king is no true king რავი, პატარა ბიჭი, ეგრე არის რა. მესის, რომელიც შენი, ასე ვთქვათ, დათლია არის და ის ფოტო ყველა მიცით, ცხოვრებაში ერთხელაც არ უთქვამს თავის თავზე. 38-ის არის უკვე, რომ საუკეთესო ვარო. ერთხელაც არ უთქვამს მესის, ანუ რომელმაც დახურა ფეხბურთი. და რავი, შენ ვინ ხარ, რომ ამდენ რაღაცას, ან ამხელა იგო გაქვს ამ ასაკში. და ძალიან მაინტერესებს ამ წაგებული კლასიკოს შემდეგ, ეხლა ამჯერად თავზე რას დაიდგამს. თქვენი კომენტარი მაინტერესებს, რას ფიქრობთ იამალზე, საით მიდის მისი კარიერა და რა დონემდე ასვლას შეძლებს. რამდენიმე შესაძლო გზა არის განვითარების, თუ უშველიან და აქეთ გამოუხვევს, თუ უბრალოდ გააგრძელებს და რავი, დაამთავრებს ბევრი ფეხბურთელი გვინახავს, ნიჭიერი ბალოტელი და არა მარტო ბალოტელი და უფრო ნიჭიერებიც, რომლებმაც თოპში ჩადეს და ესე გაისროლეს თავიანთი ნიჭი და ძალიან ადრეულ ასაკში მიიღო იამალმა ყველაფერი 17-18 ასაკში
ევროპის ჩემპიონობა, მესის 10 ნომერი, აბსოლუტურად ოქროს ბურთი მეორე ადგილზე გავიდა და უნდა მოეგო და მიდის დღემდე მაგაზე ბრძოლა და ზედმეტად ადრეულ ასაკში ამ ხელა წარმატება დამღუპელი არის, ბევრი ვერ უძლებს ამას და იამალიც თავის ოჯახთან ერთად როგორც ჩანს მყარი ფსიქიკით და ნერვებით არ გამოირჩევა. სოციალურ სივრცეში ტრაბახი და ბლატაობა არ სრულდება კარგად, იმიტომ რომ მე მინდორზე გახვალ და ესე ჩამოგახევენ ბურთს თავზე. ჯობს მეტი ვარჯიში, თამაში, სოლიდარობა, პატივისცემით მოპყრობა შენი უფროსი გუნდელების მიმართ და ხელმოწერა იმედია ფასიანი არ გახდება, მესი და ფოტოს გადაღება და რაღაც დედამისმა ვახშმები დაგეგმა გულშემატკივრებთან ფასიანი სიგიჟეებისკენ მიდის ეს ხალხი რა. გავიგეთ რომ პატარაობა, ბავშვობა და რაღაცა რთული წლები აქვთ გამოვლილი. არ იყვნენ შეძლებული და ბევრი არ ყოფილა შეძლებული ოჯახში დაბადებული, მაგრამ ეს რა უბედურებაა, ანუ სადნახეს ეგეთი რამეა. კატასტროფულად გადაუხვია იამალმა მარცხნივ და ნახოთ რა მოხდება, სად დაასრულებს და როგორ გააგრძელებს. რა თქმა უნდა თქვენს შეფასებებსაც ველოდები კომენტარებში. აუცილებლად დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო და Crystal Sports YouTube არხი გამოიწერეთ. დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა დროისა და ყურადღების დათმობისთვის. ცოცხლიანი მალე საინტერესო თემით დაბრუნდება, მაგრამ უფრო მალე დაბრუნდება კონტრშეტევის მომდევნო ვიდეო. ამჯერად ესპანეთი და იამალი არა, ძალიან მაგარ ქართველ ტალანტს მივაგანით ბორჯომში, მეტად იმამ და არ გამოტოვოთ ეგ ვიდეო, არ ინანებთ, უმაგრესი ბავშვი გელოდება წინ გაიცანით ახლოდან კონტრშეტევაში. აბა დროებით.